მაინც ხო იცი, რამდენი ხანია მინდა პოდკასტის დაწყება. 2015-2016 წლიდან ალბათ. როდესაც აღმოჩნდა საერთოდ პოდკასტების თემა რა. აგერ უკვე 10 წელია, ხო და ჩვენთან ახლა ყველა უკვე მარცხნივ-მარჯვნივ ამ პოდკასტებს იწყებს და სულაც არ არის ცუდი ამბავი, უბრალოდ მეც როგორც იქნა პირველი ეპიზოდი ასე ვთქვათ სტუმრის რანგში, ჩემი ეს პოდკასტი იქნება აგერ შეზღუდული ტექნიკით და ბიუჯეტით ფუნჯზე წამოსული მიკროფონით, მაგრამ ყველა ესე იწყებს და მინდა გითხრა, ამიტომ ამაში საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, მაგრამ ერთი შენ ვერ შეგაგნებინე, რომ შენი პოდკასტი დაიწყო. ყოველთვის ვცდილობ, რომ რაღაცა აი სახჭურულობა რომ ექნება, $800 მიკროფონი რომ ექნება, აი კამერას ვიყიდი, მერე დავიწყფარა და ეს საერთოდ არაფერში არ არის საჭირო რა. აგერ YouTube-ზე 2300 გამომწერი ყავს ახლა რა. ყოველდღე ხალხი რაღაც კაი მესიჯებს მიგზავნის, მადლობებს რომ კაი ვიდეოებს და ფისის და ეს YouTube არხი დავიწყე და საერთოდ ჩემი კონტენტი ხო იცი $450 ტელეფონით დავიწყე რა. და მაშინ TikTok-ზე ამ ტელეფონით 10000 გამომწერი მოვაგროვე, Instagram-ზეც საკმაოდ რაოდენობა ხალხი ასე, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ტექნიკას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, თუ ანუ ნორმალური ტიპი ხარ, რაღაცა საინტერესო გაქვს საზოგადოებრივი სათქმელი უნდა დაიწყო რა. ვერ შეგაგნებინე, 1 წელზე მეტია შენს YouTube არხს იწყებ და ესე იგი გუშინ წინ გააკეთე მე მგონი ჩენელი. თავის ბანერი და ჩენელ არტი. ხო და მოკლედ არ გამოვა ეგ ამბავი. უნდა მიაწვე რა. შეიძლება სიტყვი. ზოგი რაღაცა არ მახსოვდა აქედან. მაგალითად 10 წელია თუ გინდა პოდკასტის გაკეთება, ეგ ნახდათ არ მახსოვდა. მე პოდკასტი არ მინდოდა ამდენი ხანი, მე რეალურად მინდოდა ჩემი გადაცემა, ჩემი YouTube ბიბონდამსვა რა. ჩემი გადაცემა დაახლოებით ისეთი, როგორიც თქვა ეგეთი არაა, ცოტა სხვანაირი, მაგრამ მიახლოებით ისეთი, როგორიც აქვს გორგილაძეს და თავიდან რომ გადაცემა ჩაეშვა, ცოტა ხანი ვეჭვიანობდი, რომ მეთქი ეს ის გადაცემა, რომელსაც წესით მე უნდა ვაკეთებდე, თქო და აი ძალიან, ანუ თან ძალიან გულშემატკივრობდი და ძალიან მომწონდა, მაგრამ თან მეც მინდოდა ეგეთი დაახლოებით. და მე შენთან კომუნიკაციის პროცესში მივხვდი, რომ ანუ არ არის აუცილებელი რაღაცა საოცარი პროდაქშენი ყავდეს თავიდანვე და გადაგიჟდა და გადაფსიხდე და 5000 ოპერატორი დაგდევდეს. შეგიძლია რაღაცა მცირედიდან დაიწყო. პოდკასტიც არ არის სხვა მცირედი, იმიტომ რომ ეხლა როდესაც ვაკეთებდი პოდკასტის სტუდიების მოკვლევას, ყველაზე მინიმალური თანხა რაც 1 საათი შეიძლება დაგიჯდეს არის $250. ყველაზე მინიმალური. თუ გინდა რომ შედიოდეს კარგი post-production-ით, ну სადღაც $500-მდე დაგიჯდება. ერთი ეპიზოდი 1 საათი. შესაბამისად, თვეში მინიმუმ 4 მაინც ხო უნდა დადო. რაც იმას ნიშნავს, რომ სადღაც $2000 უნდა გქონდეს და $2000 საშუალოდ ხელფასი არ აქვს ადამიანს საქართველოში. ну დიდ ნაწილს აქვს ალბათ იმ აუდიტორიას, ვინც პოდკასტების მაყურებელი არის, ან ვინც პოდკასტების შემქმნელია, მაგ აუდიტორიას ალბათ აქვს, იმიტომ რომ უკვე ეგ თაობა ფრილანსერების თაობა, უფრო ტექ თაობა და შეიძლება ხო, მაგრამ უმეტესობას მაინც არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეგ თანხა გავისროლოთ. აი ხან ნახე, მე გიტყვი ჩემს აზრს რასთან დაკავშირებით, აი ჩაგეჭერი, იმიტომ რომ თქვი რომ თვეში 4 ეპიზოდი უნდა დადოო რა. მე საერთოდ არ ვფიქრობ მაგას. ზოგადად YouTube მგონია მე მირჩევნია მაგალითად თვეში 1 ვიდეო დავდო, ოღონდ ხარისხიანი კონტენტი იყოს, თვეში 1 დავდო და ხარისხიანი, ვიდრე ვთქვათ კვირაში 1 დავდო, ვიყო გადარბენაზე და უხარისხოები რა. ზოგადად ეგ კონტენტის კეთებაში ეგ დიხოტომია, რა ვიცი, ძალიან დიდი ხანია მოდის, რომ რაოდენობა vs ხარისხი. და ამაზე სწორი პასუხი არ არსებობს. თუმცა მე რო ვიყო, ხო, აი შენს ადგილას მე რო ვიყო, მე დავიწყებდი თვეში 1-ს გავაკეთებდი, 1 ეპიზოდს და ხარისხიანს რა. აი მაგაზრი მაქვს, მასე იმ კონტექსტში ჩაგეჭერი, რომ ანუ 4 რომ უნდა დადო რა მაგ თემაში.
მე არ მგონია ეგრე, იმიტომ რომ კი შეიძლება ყველაფერი შეიძლება, რაც არაფრის კეთებას, ეგრე კეთება მაინც ალბათ ჯობია, მაგრამ ანუ მას ძალიან ნელა განვითარდები. უბრალოდ შენი განვითარება იქნება ძალიან ნელი. თუ პირობითად თვეში დადებ 4 ეპიზოდს, შესაბამისად აუდიტორიისთვის მეტად უფრო მალე გახდები ხილვადი, ესე რომ ვთქვათ. თუ ხარისხიანი იქნება ეს კონტენტიც, შესაბამისად engagement-იც თუ მოყვება, კიდევ უფრო მალე დაგეხმარება და თუ თვეში დადებ ერთ ეპიზოდს და რაც უნდა კარგი იყოს, ანუ ხალხს მობეზრდება ლოდინი უბრალოდ და კი გაუხარდებათ, როდესაც ახალი ეპიზოდი დაიდება და თუ შენს ნამდვილ აუდიტორიას მიაგნებ, ვინც მართლა შენი სამიზნე აუდიტორია და ვის ტკივილებსაც, ვის ინტერესებსაც, ვის რეფლექსიებსაც შეეხები, მაშინ კი მაინც მოეწონება და შენ იპოვი ამ ხალხს, ვინც მზად იქნება, რომ თუნდაც თვეში ერთხელ დაგელოდოს და კარგი კონტენტით დაკმაყოფილდეს, მაგრამ ვერ განვითარდება ეს როგორც პროექტი, ვერ განვითარდება ეს როგორც ბიზნესი და ანუ გამოვა რომ ეს იქნება შენი ჰობი. იმიტომ რომ როდესაც იწყებ პოდკასტს საბოლოო მიზანი რა არის? საბოლოო მიზანი არის მისი მონეტიზაცია. არავინ არ მოიტყუოს, რომ კი შეიძლება რაღაც ჰობის დონეზე დაიწყო ადამიანმა ეს, იმიტომ რომ სიამოვნებდეს. მე მაგალითად ძალიან მიყვარს ლაპარაკი, მე ვფიქრობ, რომ გამომდის ძალიან კარგად ლაპარაკი, ძალიან მიყვარს ადამიანები, მაინტერესებს ადამიანები და ვფიქრობ, რომ მაგრად გამომივა პოდკასტი რა, არ მერიდება მაგის თქმის, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ეგ ის არ მქონდა გაცნობიერება და ვფიქრობდი, რომ შეიძლება იქ იმიტომ არ გამომივა, იმიტომ რომ კარგი ტექნიკა არ მაქვს, იმიტომ რომ გუნდი არ მყავს, იმიტომ რომ გამხდარი არ ვარ, იმიტომ რომ და ძალიან ბევრი იმიტომ არსებობდა, მაგრამ ანუ მე გავაცნობიერე და შენ დამეხმარე ამაში გარკვეულწილად, კიდე დიდწილად, რომ ანუ just start და გაგიჩვენებს, მაგრამ აი ამ just start-ის უკანაც სტრატეგიული ხედვა უნდა იყოს რა, იმიტომ რომ უბრალოდ დაიწყო პოდკასტისთვის არ ვიცი, ამის ფუფუნება ყოველ შემთხვევაში მე არ მაქვს. ანუ ერთი რომ ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მომანიჭებს და უკვე მანიჭებს წინასწარ და ხვდები რომ ეს არის ჩემი იკიგაი, ჩემი მისია, ჩემი სურვილი ძალიან დიდი და ზუსტად აი დიდწილად ამიტომ მგონია რომ ეს გამომივა, მაგრამ საბოლოო მიზანი ამ ყოველფრის მაინც არის მონეტიზაცია. ანუ ჩემი იდეა არის იმაში, რომ ეს უნდა ვაქციო ბიზნესად, სტარტაპად, კი და სტარტაპი, რომელიც უნდა მერე იქცეს ბიზნესად, რომელიც იქნება ღირებულება, ანუ რომლის ასე ვთქვათ, მამოძრავებელი ძალა იქნება, რომ მე გავცემ რაღაცა ღირებულებას, მე თვითონაც ვარ კმაყოფილი, ჩემი აუდიტორიისთვის ღირებულ ინფორმაციას გავცემ და როდესაც ჩემს სამიზნე აუდიტორიაზე გავდივარ, ჩემთან მოდიან რეკლამის გამთავსებლები, სხვადასხვა კომპანიები და მე მათ ვუკეთებ რეკლამას ჩემს YouTube არხზე. და თან ვითარდები და ამ ჩემს ჩასხმულ ფულთან და მოზიდულ ინვესტიციასთან ერთად იზრდება ჩემი ხარისხიც. და აქ არ მინდა რომ ვინმეს ცუდად მოხდეს ყურში რეკლამა, იმიტომ რომ ხალხს უკვე ანუ კონტენტ კრეატორებს იმდენად ხშირად ასე კი არ ვაკრიტიკებ ვინმეს, მაგრამ აკლიათ შერჩევითობა, ეს ალბათ ბევრი მიზეზით არის გამოწვეული. მაგალითად იმით, რომ შეიძლება ბევრი კომპანია ესეც არ მოდის კრეატორებთან თანხის კომერციულ პირობებზე და ზირთად ბარტერით უნდა თანამშრომლობა და შესაბამისად კონტენტ კრეატორები, რომელიც ფრილანსერები არიან და უნდა თანხის გამოშვება, იზოლებული არიან დათანხმდნენ რა ყველანაირ პროდუქტს მოწონთ თუ არ მოწონთ, იმიტომ რომ ეს მათი შემოსავლის წყაროა. მაგრამ ამავდროულად ეს იმას ნიშნავს, რომ მე მომხმარებელს აზრი კი და მომხმარებელს როგორ ვთქვა, აუდიტორიის ხარისხი ფუჭდება იმ თვალსაზრისით, რომ აღარ ენდობიან კრეატორს. აი მან ხა ჩავართვებინო რომ ბევრი საინტერესო რაღაცა თქვი რა. ზოგადად ლაპარაკი რომ მოგვინდება და ჩაჭრა, ანუ ხელი წამოიღე რომ მივხვდე რომ მიკროფონი მოგაწოდო რა. შენ თქვი რეკლამებზე, რომ ხალხს თავი აქვს მობაზრებული რეკლამებითო და ეგ ნახდათ ეგრე არის. უბრალოდ ეგ არის ქართველი ინფლუენსერების პრობლემა და პრინციპში ქართველი ინფლუენსერების პრობლემა არ არის სოფლიო ინფლუენსერების პრობლემა, კერძოდ იმ გაგებით, რომ როდესაც ინფლუენსერი ხარ, ან ბლოგერი, ან არა აქვს მნიშვნელობა ნებისმიერ საქმეში, ყველაზე მთავარი არის იყო პრინციპული. ანუ რაღაცა პრინციპების დამცველი იყო და როდესაც შენ ეს პრინციპები გაქვს და ცხოვრებაში ამ პრინციპებით ხელმძღვანელობ, მაშინ გამოგივა რაღაცა და მაშინ ხალხი გენდობა. და ინფლუენსერებს ემართებათ ისეთი რაღაცა, რომ უპრინციპოდ ყველაფერს არეკლამებენ რა. მაგალითისთვის რო ვიღო ესეთი რაღაცა
მე მაქვს რაღაც ჩემი პრინციპები, ჩემს ციფრულ არქივთან მიმართებაში რა და მაქვს რაღაცები, რასაც არასოდეს არ დავარეკლამებ, იმიტომ რომ იმ რაღაცის არ მჯერა, უფრო მეტად შეიძლება მეზიზღება კიდეც, მაგალითად რა ფულიც არ უნდა გადამიხადო, აი მე რა ფული უნდა გადამიხადო, ეხა მაგალითად რომ დავარეკლამო აზარტული თამაშები. არ მოუკვდა პატრონის შანსი არ არის. მე თუ ოდესმე აზარტული თამაშები დავარეკლამე, ესე იგი მე აღარა ვარ გავგიჟებული ვარ და ეგ არის. ან უფრო რბილი მაგალითი რო თქვა, აი კოკა-კოლასაც არასოდეს არ დავარეკლამებ, იმიტომ რომ შენ იცი რომ ზოგადად ჯანსაღი კვებისკენ მაქვს მიდრეკილება და ჯანსაღი ცხოვრების და პრინციპების დაცვას ვცდილობ და იცი რომ გაზიანი სასმელები მაგარი მეზიზღება რა. ნუ ხო იცი რა რომ ის არის რა ქვია. აი მაგალითად კიდე ერთხელ აი კოკა-კოლას არ დავარეკლამებ, იმიტომ რომ არ მჯერა მაგ პროდუქტის, მგონია რომ მავნებელია და რასაც მიარშვამ და ვერიდები, აი ის ჩემ მაყურებელს როგორ უნდა შევთავაზო. და ბევრს ეგ ხაზი არა აქვს, რა იმას კი არ ვიზახე ხა ვიღაცასაზე მაგარი ვარ და რავი ზემოდან კი არ უყურებ ხალხს და რაღაცა, მაგრამ ეგ არის რა, აი ყველაზე ნათელი მაგალითი არის ფუდ ბლოგერები აიღე. საკვებს რომ მოიხილავენ და რესტორნებს. ყველა საჭმელი მაგარი რანაირად შეიძლება იყოს, ყველა რესტორანი მაგარი რანაირად შეიძლება იყოს, ყველგან ფასები მისაღები რანაირად შეიძლება იყოს, ხო? ანუ არ შეიძლება. ხო და ეგ არის რომ ჩვენთან ეს ინფლუენსერის ბაბლი ისე იბერება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი გასკდება, ეს კოშკი ჩამოიქცევა და კოშკი რო ჩამოიქცევა, ზედაპირზე დარჩებიან როგორი ინფლუენსერები, ნაღდები, რომლებსაც თავიანთი მაყურებლისთვის არასოდეს არ მოუტყუებიათ და რომლებიც თავის პრინციპების ყოველთვის ერთგული იყვნენ. მოგცემ ეხა კი უბრალოდ ერთ რაღაცას დავამატებ. შენ ახსენე იკიგაი. ხო და მაგ თემაზე მინდა გადავიდე. ეხლა ჩემ არსზე წიგნებს რო არ შევეხო, წარმოვდგენელია და ვიცი რომ იკიგაის კითხულობ. თან ისიც ვიცი რომ სადღაც მეორე თვეა კითხულობ. ეგეც უნდა ვუთხრათ მაყურებელს რომ 250 გვერდიან წიგნს აგერ უკვე ორი თვეა კითხულობ, ხო და თუ შეგიძლია ორი სიტყვით გითხრა რა როგორ მოგწონს ჯერ წავუკითხ ბოლომდე არ ახარ გასული, მაგრამ რაღაც შთაბეჭდილებები გიქნება ალბათ. აი ორივეზე გაგცემ მოდი პასუხს, იმიტომ სანამ დამავიწყდა. ერთი რომ ინფლუენსერებს არ გეთანხმები, იმიტომ რომ აი მანდაც ძალიან მნიშვნელობა აქვს სტრატეგიულ ხედვას და ეგ სტრატეგიული ხედვა მე ვისწავლე ჩემს სამსახურში, ჩემი ხელმძღვანელისგან. იმიტომ რომ მე ყოველთვის ვაზროვნებ იბაზრე რა ხო იწევს ნახავ რა პრობლემაა რა. ამათ ამოჭრი ხო? არა, კაცო, რას ამოუჭრდი, იბაზრე რა. რას წამოხდი შუა იმაზე? ვინ ხარ? ერთი. არასტანაკული პოდკასტი. დამავიწყდა ერთი წამი. ხო და ვიპოვე კერდა ეგ ხედვა დავამოღება ჩემს ახლანდელ სამსახურში, მიმდინარე სამსახურში, ჩემი ხელმძღვანელისგან. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზროვნება შემოიფარგლება, როგორ გითხრა, პროდუქტის დონეზე აზროვნებით, აი როგორც კამპანია, აი არ ვიცი ეს რამდენად მარტივი იქნება აუდიტორისთვის გასაგებად, მაგრამ როგორც ციფრულ მარკეტინგში არსებობს, კი არა და Ads Manager-ში არსებობს 3 დონე რეკლამის, ხო? მაგალითად არის AdSet-ი, კამპანია AdSet-ი, AD-ი. ეგრე არსებობს ჩემი აზრით ზოგადად ანუ სტრატეგიულად არსებობს დიდი მიზანი, არსებობს შუალედური მიზანი, ან შუალედური მიზანი შორის კიდე რაღაც milestone-ები, სადაც ანუ არის როგორ გითხრათ, ესეთი წერტილი, ყველაზე საკონტროლო წერტილი, მოდი ესე დავარქვათ და არის უკვე უშუალოდ რაღაცა ქმედება ან კამპანია. ცოტა რთულად ვხსნი ახლა მესმის, მაგრამ კაი, მოკლედ ესე ავხსნი. მაგალითად, TikTok-ზე რო იდება რაღაცა აჰაჰა უჰუჰუ ვიდეო. და ხედავ რომ ადევნებ თვალს რომ ეს ვიდეო ვირუსდება. მაგალითად ამბობ დროს AI კონტენტი არის, ხო ის ტრალალელო ტრალალა და რაღაცები ხო არის ახლა მოდაში. და შენ ამას უყურებ კონტენტის დონეზე რომ აჰაჰა მოდი ყველა ამას აკეთებს, ეს ნახვებს აგროვებს და მოდი მეც შევქმნი ამ კონტენტს ჩემს პროდუქტზე მორგებულს. ეს არის აი ყველაზე ქვედა დონე პროდუქტის დონე რა. პროდუქტის კი არა ეს არის როგორ თქვა კონტენტ კრეატორობის დონე, მაგრამ კონტენტ კრეატორობის დონის გარდა ზევით არის კიდე მილიონი რაღაცა. ანუ ეს კონტენტი რომელ რუბრიკაში ჯდება, ანუ
გასართობი რუბრიკა, კომპანიის შესახებ რუბრიკა, ანუ რა მიზანს ფარავს, რას ემსახურება და ამის ზემოთ არის კიდე მთავარი მიზანი, ერთი წამი. აი, მან არ შემიძლია რო არ ჩაუჭო და აი კონტენტ კრეატორებისთვის თუ ვიღაცების დამწყებები ვინც არიან და რაღაცები, აი ერთი სახელმძღვანელო პრინციპი მინდა რო თქვა, აი რას ემსახურება ეს კონტენტიო, შე რო თქვი რა. ზოგადად ვინც არის საგანმანათლებლო ნიშაში თუ ეგეთი ნიშაში, როგორც ჩემი ნიშა არის, მაგალითად ხო მე მიყვარს წიგნებზე ლაპარაკი, პიროვნული განვითარება და ასე შემდეგ. როდესაც ჩემი ნებისმიერი კონტენტი 99% ჩემი კონტენტისა პასუხობს შემდეგ შეკითხვას. ამ ვიდეოს რო დავდებ, ამ რაღაცას რო დავწერ, ამ სურათს რო გავაზიარებ, ამ ინფოგრაფიკას რო გავაზიარებ, რამე სარგებელს გასცემს თუ არა აუდიტორიისთვის. რაში ეხმარება აუდიტორიას. როდესაც კონტენტს ამ ეს არის ყველაზე მაგარი ფილტრი, რაც კონტენტს შეგიძლია დაუყენო რა. რა სარგებელი ექნება ჩემს აუდიტორიას ამ კონტენტისთვის. ამაზე შენ თუ გაქვს ყოველთვის პასუხი, ეგ იმას ნიშნავს, რომ სწორ ეგზეს მიდიხარ რა, მაგის თქმა მინდა. ხო და მაგას ვიცახი რომ მარტო ეგ მხარე არ არის, ერთი არის აუდიტორიის მხარე და მეორე არის კომპანიის მხარე. მე კიდე გააჩნია კონტენტს რა, კომპანიის მხრიდან განიხილავ თუ ინდივიდის მხრიდან განიხილავ რა. მაგრამ შობაკ ინდივიდიც რო რაღაცას ქმნის, ანუ გაყიდვაა საბოლოოდ მისი მიზანი, ხო ეგრეა. არა პირდაპირ შეიძლება, ანუ არა აუდიტორიაზე გაყიდვა, მაგრამ თუ კარგად გაიყიდება უხეშად მისი კონტენტი, ანუ აუდიტორია თუ მიიღებს მის კონტენტს, მოეწონება დიდი ჩართულობა ექნება, მერე ამავე აუდიტორიის ბაზაზე მისი მონეტიზაციის საშუალება ექნება ადამიანს. ანუ თუ მაღალი ჩართულობა მაქვს, თუ მაღალი ნახვები მაქვს, ესე იგი მე ვარ ადამიანი, რომელსაც უსმენენ და შესაბამისად მე შემიძლია რაღაცა პროდუქტის ინტეგრაცია გავაკეთო ჩემს არხზე. და სწორედ მაგიტომ მოდიან მე რეკლამის გამცემებით რა ქვიათ, კომპანიები რა, რეკლამის განსათავსებლად. ხო და ეხლა გამოწყვეტინე და აზრი დამეკარგა, უნდა გავიხსენო. ანუ იმას ვამბობდი, რომ არსებობს მოკლედ რამდენიმე დონე და შესაბამისად და კომპანიის მხრიდანაც აი გააჩნია რა მიზანი არსებობს, მოკლედ რა მიზანი არის დასაფარი რა, მაგრამ უნივერსალური მიზნები რაც აქვს კომპანიას, საბოლოო ჯამში რა არის? ერთი არის, რომ მისი პროდუქტების შესახებ, ან მისი კომპანიის შესახებ, ან მისი რაღაცა აქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ხილვადობის ზრდა, მაგალითად გავხსენით ახალი კაფე, რომელიც მე ვიცი რომ ძალიან მაგარი კაფეა, იმიტომ რომ ჩავდე იმაში ძალიან დიდი რესურსი, ძალიან ხარისხიანია, რაღაცა გამორჩეული პროდუქტი და სერვისი მაქვს, მაგრამ ხალხმა არ იცის ამის შესახებ. და მინდა რომ ხალხს გავაგებინო, რომ ეს ჩემი კაფე არსებობს. გარდა იმისა, რომ ქუჩაში ჩაივლიან და დაინახავენ იმ ბანერს თუ რაც არის ლაითბოქს, ანუ ინტერნეტში მინდა რომ ხალხს გავაგებინო. შესაბამისად, თუ მაქვს შესაბამისი ბიუჯეტი, ერთი რომ მე თვითონ ვაკეთებ სოციალურ ქსელებს, ეს არის მეტა და ეს არის TikTok-ი მაგალითად, ან რა ვიცი, რას ვჭირდება შეიძლება Pinterest-ი, LinkedIn და შემდეგ და მეორე მივდივარ უშუალოდ ინფლუენსერებთან, გააჩნია რა ბიუჯეტი მაქვს, ან მიკროინფლუენსერებთან, ან დიდ ინფლუენსერებთან, ან ყველასთან, მაგრამ თავარია აქაც რომ სამიზნე ინფლუენსერები იყვნენ, ну ეს კიდე ცალკე თემაა, მაგრამ კაი. და ვეუბნები რომ ვაწვდი ბრიფს, რომ ეს არის ჩემი კაფე, დადებითი თვისებები კი არა და კონკურენტული უპირატესობები მაქვს ეს, მოდი გასინჯე ჩემთან, დააგემოვნე და გადაიღე მუკბანგი და გაავრცელე. აი, მანდ მივდივართ ახლა ზუსტად იმასთან შენ რასაც იძახი, რომ ყველა კაფე როგორ შეიძლება იყოს კარგი. შეიძლება იმ ინფლუენსერს კონკრეტულად ეს რაღაცა არ მოეწონოს და არ გააჟღეროს, ან ლაითად გააჟღეროს, ან ის პროდუქტები ჩასვას რეალურად, რომელიც მას რეალურად მოეწონა. და რაც არ მოეწონა, არ მოეწონოს და всё, თქვას, რომ აი ეს ჩემი გემოვნების არ არის და მორჩა, გაიარა რა. ეს კონკრეტული ესეთი ტიპის კონტენტი ფარავს ხილვადობის სტრატეგიას კომპანიის შესახებ. და შენ რასაც იძახი, რომ მე აუდიტორია არ ენდობა, ეგ არის უკვე გაყიდვების სტრატეგია. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ყველა კომპანიის მიზანი არის გაყიდვების ზრდა და მეტი შემოსავლის მიღება. აბა სხვანაირად რა არის, ხო? მაგრამ ანუ ნახე, ორივე პარალელური კამპანია გამოდის რა. ერთი რომ ხილვადობა, ერთ წამი დამასრულებინე. მაგ არ შემიძლია ეხლა რო ვთქვა რა. ხო და მაგას გეუბნები, გაყიდვებში არ ითარგმნება თქო, მე არ იცი შენ კონტენტ კრეატორი, რომელსაც 300,000 გამომწერი ყავს და ერთი თეთრი არ უშოუია. იმიტომ რომ ისეთი ტიპია და ისეთი რაღაცები აქვს, ნაკეთები, რომ ანუ 300,000 გამომწერი საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. ერთ ვერაფერს ვერ ყიდეს. მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება იყოს კონტენტ კრეატორი, რომელსაც ყავს არ ვიცი 10,000 გამომწერი, მაგრამ ისეთი
კარგი ტიპია და ისეთი კაი რაღაცები აქვს ნაკეთები, რომ 10,000 გამომწერი დააჭიდე. იმის 300,000 გამომწერ და სახეს აახევს ნებისმიერ დროს. შენ არ გავიწყდეს, ეხლა ჩვენ კონტენტს ძალიან შევყევით. და ჩემი მე შეკითხვა არ დაგავიწყდეს სიგნალთან. და ნუ მოწყყვეტინებ ესე ხშირად, თორე აზრი მიწყდება. ერთი წამით რას ვამბობდი? ხო და ეგ არის გაყიდვების სტრატეგია და გაყიდვების სტრატეგიას კიდე სხვანაირი მიდგომა ჭირდება რა. ანუ მაგალითად გატესტე რამდენიმე ინფლუენსერი, დაინახე რომ ამ სამიდან კონკრეტულად ამ მესამე ტიპმა მოგცა გაყიდვები, იმიტომ რომ მას ესე იგი უფრო მეტად ენდობა აუდიტორია. ხო და შემდეგზე მიხვალე მეორე იმ მესამე ინფლუენსერთან, მას დაუკვეთავ რეკლამას და მას მიამაგრე პრომო კოდს პირობითად, აი შენს აუდიტორისთვის, შენი აუდიტორისთვის გაძლევ ექსკლუზიურ პირობითად 20%-იან ფასდაკლებას და დამატებით ამით დაასტიმულირებ. ფასდაკლება რამდენად კარგი სცენარია, ეგ კიდე ცალკე თემაა და ეგ შეგვიძლია მერე გავიაროთ, კეშბექი ყოველთვის ჯობია, მაგრამ ან რაღაცა პრიზები, მაგრამ ეგ ცალკე თემაა. ეხლა ანუ იმის თქმა მინდა რომ ცუდი არ არის, უბრალოდ გააჩნია რა მიზანი გაქვს. მაგრამ ასევე ამას აქვს მეორე მხარეც ინფლუენსერის მხრიდან, და თავისი აუდიტორია ძალიან არ უნდა აუდიტორიას ძალიან ყელში არ უნდა ამოუყვანოს წესით და რიგით თავისი რეკლამები და არ უნდა შესთავაზოს ისეთი პროდუქტები, რომელსაც თვითონ რეალურად არ იყენებს, არ მოსწონს და რომელიც მისთვის არ არის relatable. იმიტომ რომ საბოლოოდ სადღაც ეს მაინც ამოხეთქავს და ნეგატივს მიიღებს. ყველანაირი ნეგატივის ნიველირება შეიძლება და ყველანაირი ნეგატივის პოზიტივში ქცევა, ეგ უკვე პიარის ნაწილია, მაგრამ მაინც ჯობია რომ თავიდანვე შენ ღირებულებებზე, ფასეულობებზე დააშენო სარეკლამო სტრატეგიაც და არ გაარეკლამო ის, რაც მართლა არ მოგწონს. ეხლა რაც შეეხება იკიგაის. და რატო ვკითხულობ ამდენი ხანი? ჯერ შენ მოყევი შენ შევწლოვე მაქსიზე, მე მოყვები ორი სიტყვით. ჯერ წაკითხული მაქვს 25 გვერდი თუ რაღაცა 2 თვის განმავლობაში. მაგრამ და რატომ მაქვს ესე ცოტა წაკითხული, მაგასაც გეტყვი. როდესაც ასეთი ტიპის ლიტერატურას ვკითხულობ, როგორც არის იკიგაი, როგორც არის იზრუნე საკუთარ თავზე, როგორც არის იფიქრე და გამდიდრდი, ბრაიან ტრეისის წიგნები და ასე შემდეგ. მასეთ წიგნებს მიუხედავად იმისა, რომ ესენი მარტივიანით არის დაწერილი და არაერთულიანით დაწერილი, ყოველთვის ესე დიდი ხანი ვკითხულობ. და რატომ? იმიტომ რომ ტვინში ვიჯენ, რასაც ვკითხულობ, შეიძლება ერთი ფურცელი წავიკითხო და უბრალოდ ამ ერთ ფურცელზე იმდენი ჩემთვის საინტერესო ინსაიტი გამოვიტანო, რომ იმ დღისთვის ჩემთვის ეს იყოს ცოტა ოვერდოზი და მაგასაც რომ თავი დავანებოთ, ანუ მე ეს წიგნი დამაქვს ხოლმე სამსახურში გზაში ვკითხულობ რა მეტროში. მივხვდი რომ ეს არ არის კარგი იდეა, იმიტომ რომ ვკითხულობ მეტროში და რაღაცას გაცნობიერება მომდის ამ წიგნში ამოკითხულ აზრთან ერთად და აი რაღაცა როგორ ვთქვათ იმას რაც თეორიაში ან ისაც ჩემს გონებაში არეული იყო უცებ აქ ამ წიგნის ერთმა ფრაზამ დამილაგა უცებ მომდის რეფლექსია და ინსაიტი და მინდა ეს ჩემი რეფლექსია და ინსაიტი სადმე ანუ დავწერო ან კომპიუტერში ჩავბეჭდო ან სპიკერზე ჩავიწერო ან რაღაც რომ არ დამავიწყდეს და ამას ვერ ვაკეთებ და მე ნერვები მეშლება იმიტომ რომ ძალიან ღირებულ ინსაიტებს ვკარგავ ამ პროცესში და არა და აი ისეთი საინტერესო რაღაც შეიძლება მომივიდეს იმ მომენტში აზრად და ისეთი საინტერესო გაცნობიერება მქონდეს რომ მინდა რომ ამაზე ან სტატუსი დავწერო ან პოსტი შევქნა ან TikTok-ზე ვიდეო ავტვირთო და ვერ ვაკეთებ და აი მე ნერვები მეშლება, ამიტომ ვკითხულობ ნელა. მაგრამ სამაგერად ხაზრულ ლიტერატურას ვკითხულობ ძალიან სწრაფად. კი იცი, თუ მომეწონა და თუ დავიწყე კითხვა, შეიძლება რა ვიცი 2-3 დღეში წავიკითხო. ბოლოს რომელიც მხატვრული წიგნი წაიკითხე? ემილ ზოლას ქალთა ბედნიერება. და ეგ წიგნი მე ძალიან მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ როგორ გითხრა, ისეთია რა, ძველმოდური ცოტა ბოთე წიგნია. მაგრამ ძალიან კარგად იკითხება, მაგრამ აი ესეთ ბოთე წიგნშიც კი რომელიც არის წყალწაღებული რომანტიკა, ასე რომ ვთქვათ, მანდაც ძალიან ბევრი საინტერესო ინსაიტი ვიპოვე, რომელიც თანამედროვე სამყაროს ძალიან მაგრად ერგება. მაგალითად, როგორ ჭამენ დიდი კორპორაციები პატარა სტარტაპებს, ახლა ამ სიტყვას ვიყენებთ და იმ წიგნში ეს ცოტა სხვანაირად არის წარმოდგენილი და ძალიან საინტერესო იყო და ძალიან გულზე მომხვდა. ანუ როგორ შეიქმნა საფრანგეთში პირველი მოლი. ანუ ესე კი არ არის აღწერილი, სხვა რაღაცები ქვია, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ეს არის. საფრანგეთში, პარიზში იხსნება ერთი უზარმაზარი დიდი მოლი, სადაც არის ქალებისთვის ყველაფერი, ანუ
აბსოლუტურად ყველა განყოფილება, ნაჭრები, აქსესუარები, აი ყველაფერი საერთოდ ისე რომ ქალი რო შედის გიждდება იქაურობაზე. და ამ დროს პარალელურად არის წარმოდგენილი იმ ოჯახების ცხოვრება, როგორ ინგრევა, ვისაც აქამდე ჰქონდათ მცირე ბიზნესები, აი ამ პატარ-პატარა, ასე ვთქვათ, მიმართულებებით, ანუ ვიღაცას აქსესუარები, ვიღაცა ნაჭრებს ყიდიდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ეს დიდი მოლი გაიხსნა, ფასები მოიცა ვერ მივხვდი, ანუ დიდი მოლი გაიხსნა, რაღაცა ისეთი რომელიც პატარ-პატარ მაღაზიებს აერთიანებს და ამათ დაირხა, ჩაიძინენ თუ რა არის? მაღაზიებს არ აერთიანებს, ერთი დიდი ჰიპერმარკეტია, მოდი ესე დავერქვათ, ერთი დიდი ჰიპერმარკეტი არის, სადაც უბრალოდ ყველაფერია, რაც შეიძლება დაგჭირდეს. და ვინაიდან ეს არის დიდი ჰიპერმარკეტი, შესაბამისად როგორც თანამედროვე ბიზნესი მოქმედებს მოდელი ისე, მას ყავს მომწოდებლები და როდესაც ეს ჰიპერმარკეტი უფრო მეტად დიდი რაოდენობით ყიდულობს რაღაცა ნივთებს, შესაბამისად მომწოდებლისგან იღებს დაბალ ფასს. ანუ სად ხა 1000 მეტრს რო იყიდი, კაი, 10000 მეტრს რო იყიდი და სად კერძო ვაჭარი, რომელიც 1 მეტრს იყიდის შენგან. ხო, ანუ შესაბამისად ეს ამ ჰიპერმარკეტმა ჩაძირა ეს პატარა-პატარა ხელოვანი, ასე ვთქვათ, მცირე მეწარმეები და აი როგორ ხდება აი ამ ჰიპერმარკეტის აღზევება აი ამ მცირე მეწარმეების ყდომის ფონზე, თან აი პირდაპირ ყდომის ფონზე, რასაც ქვია, თან ხალხიც რო აღარ მიდის უკვე აქ და ყველა ხალხი გადადის დიდ მაღაზიებში, ამ დიდ მაღაზიაში მიდის, სადაც უფრო დაბალი ფასი, კონკურენტუნარიანი ფასიც არის, მომსახურება არის ძალიან სხვანაირი და ყველაფერი ისე არის მოწყობილი, მომხმარებლის ინტერესებზე და ტკივილების გარშემო იმდენად არის ყველაფერი მოწყობილი, რომ ანუ თვალს ვერ აარიდა ფიზიკურად და ყველა ქალი გიждდება რომ შედის და ყიდულობს იქ ყველაფერს რა. ბოლო თეთრებს ხარჭავენ. ნუ პარალელურად მარტო ამაზე არ არის, რა თქმა უნდა, მანდ არის სასიყვარულო ხაზი, მანდ არის რაღაც ობოლი გოგონას ცხოვრება, იქ არის კიდე მისი უვარგისი ძმის ხაზი. ანუ ძალიან ბევრი რაღაცა არის, რაც რეალურად თანამედროვე ცხოვრებას ძალიან კარგად ერგება, იმიტომ რომ რეალურად რამდენი წიგნით წამიკითხავს თუნდაც კლასიკაში, ფაქტია, რომ ადამიანის პრობლემები არ იცვლება რა. ყველა თაობაში, ყველა დროს ადამიანის პრობლემები არის ერთი და იგივე. უბრალოდ დროება იცვლება ეს რაღაცა გარემო პირობები და შინაარსი იგივე რჩება. ხო რა, და მოკლედ მე ძალიან მომეწონა ეგ წიგნი. მაგზეს ქვია ქალთა ბედნიერება და სულ მაინტერესებს, რომ ისეთი სათაური აქ აი არასოდეს არ მივიდოდი და არ წავიკითხავდი და ქალების საკითხავი წიგნია შენი აზრით თუ ვერ იტყვი ეგრე? ვერ ხვდები რას ნიშნავს ქალების საკითხავი წიგნი. ანუ საიგეთ სახელია ქალთა ბედნიერება. ანუ ისეთი სათაური აქვს ქალთა ბედნიერება, მე არ მივალ და არასოდეს არ წავიკითხავ მაგ წიგნს. რა ხო ხვდები ხა არ მაინტერესებს წიგნი ქალთა ბედნიერებაზე რა. აი ესეთი წიგნი რო იყოს ნამდვილ ვაჟკაცთა საკითხავნი, ან რა ვიცი, ნამდვილი ვაჟკაცობის საიდუმლო, ან კაცობის 5 წესი. ეგეთი წიგნი ქალმა უნდა წაიკითხოს? რატო წაიკითხოს ქალი ეგეთ წიგნს არ ვიცი. კაი მოკლედ შევცვალთ ხა შენი აქ ფემინისტური იდეებს არ გაგავრცელებინებ ჩემს პოდკასტში. ხო, ჩემსაც მოგახსენებ, მაშინ იგი გაიწე. შენ 25 გვერდს კითხულობ, აგერ უკვე 2 თვეა როგორც მივხვდი. ხო და მე ეგ წიგნი წავიკითხე რამდენიმე დღეში რა, ძალიან სუბუქი საკითხავი წიგნია. ნუ ერთ-ერთი პოპულარული წიგნია, საქართველოშიც ბესტსელერი გახდა. ეხლა არ გაგიკვირდება ზოგადად ეგეთი სუბუქი საკითხავი წიგნები და რაღაცები ბესტსელერები ხდებიან. მე მაგაზე ნიუსლეთერიც დავწერე, ჩემი ნიუსლეთერის გამოწერებსაც გაუზიარე, YouTube-ზეც ვიდეოს განხილვა რა და ნუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოხმაურება მან ჩემთან მაგ წიგნს მოყვა რა. ხა როგორი წიგნია იცი? ზოგადად პიროვნული განვითარების თემებს ეხება და ყველაფერს არის მიდემოდებული, ასე რომ ვთქვათ რა, აი რა ვიცი, პროდუქტიულობის ამაღლებიდან დაწყებული მოტივაცია, თავდაჯერებულობა, არ ვიცი, ჯანსაღყვების ტექნიკები, ყველაფერი არის განხილული რა. ანუ ცოტა ყველაფრის ნაზავია, თუმცა ჩემთვის ყველაზე მაგარი რაც იყო და არის ზოგადად ეს იკიგაი ხო იაპონური ტერმინია და წიგნი, ესე იგი, მკვლევარები არიან ჩასული ვინც არის ხა იმათვის რომ მკვლევარები არიან ჩასული იაპონიაში ოკინავას კუნძულებზე. და ეგ ოკინავას კუნძულები ხო შეიძლება ისინი არის ცნობილი. ყველაზე მეტი 100 წელს გადაცილებული ხალხი ყავთ რა, ერთსულ მოსახლეზე ოკინავას კუნძულზე. ეხლა ეგრე არის სხვადასხვა ლურჯ ზონებს ეძახიან რა, მაგათ
blue zones თუ რაღაც ეგრე ქვია, ხო არა, ეგრე ქვია. ხო და ეს კვლევარები ჩავიდნენ რომ რა საკეთებს ეს ოკინავას ხალხი ისეც 100 წელს გადაცილებული რო არიან და თან რაც თავარი ეს 100 წელს გადაცილებული მოხუცები არიან ჯანღონით და ენერგიით სავსე. კარაოკეში დადიან, სვამენ, ცეკვავენ, რავი, რა სასწაულებს აკეთებენ. ხო და ნუ ბევრს აღარ გავაგრძელებ, ხა მაგის შესახებ არის ეს იგი. ხო და მე ყველაზე მეტად ჩემი საყვარელი მომენტი რაც არის მაგ წიგნში, აი თან ბევრჯერ მიხვამს ეს ვიდეოებში არის გამოკითხული ყავთ ეს 100 წელს გადაცილებული ხალხი და ყველას ერთ და იგივე შეკითხვას უსვამენ. რა არის თქვენი საიდუმლო, რომ 100 წელს გადაცილდით და ისევ ესე ენერგიულად ხართ და შეკითხვა ყველგან ერთი და იგივეა, მაგრამ პასუხები არის ყველგან განსხვავებული და ეს პასუხები რომ განაზოგადო და რაღაც ჩარჩოებში მოაქციო, აღმოაჩენ რომ არაფერი რა ისეთი მეგობრების ყოლა, სოციალური აქტივობა, მეგობრებთან molხენა, ფიზიკური აქტივობა, კვება, რაღაცა ხმელთაშუა ზღვის დიეტის კვება, ბევრი თევზი, ბევრი ბოსტნეული, ბევრი ხორცი და ეგეთი რაღაცა რა მივხვდი, ანუ იმის თქვა მინდა რომ ქართველების სულ სხვა არაფერი არ არის. ჩვენ რა ცხოვრების სტილიც აგვაქვს, ეს ნათესავებში მისვლა, მოსვლა, ღრიანცელი, molხენა რაღაცა, ანუ ძალიან ქართული მოსახლეობა დავინახე ეგრევე რა ხო ხვდები? უბრალოდ არ გავართ იმაში, ჩვენ მალე ვკვდებით რა. მე არ მგონია ეგ რომ ხო, ერთი იმაში ვგავართ, ოკეი, რომ ქართველები ღია ხალხი ვართ და ეს ნათესაური კონტაქტები და ეს ოჯახური მიმოსვლები ჩვენი რაღაც ყოფის ნაწილი არის განუყოფელი. მაგრამ იაპონელებს და ქართველებს შორის სხვა განსხვავებას კი არა და რა ქვია, მსგავსებას, აი კონკრეტულად მაგ ნაწილში ვერ ვხედავ, იმიტომ რომ იაპონელები პირიქით ძალიან დისციპლინირებული, ძალიან როგორ ვთქვა, წესიერი კი არა და ძალიან სხვანაირები არიან რა, მშრომელები, ძალიან სტრუქტურირებულები, თუ სტრუქტურულები, რავი, როგორც არის. და ასევე ძალიან ჯანსაღად იკვებებიან. ანუ იაპონელები განსაკუთრებით ოკინავაზე თევზს მიირთმევენ, ბრინჯს და მსგავს კერძებს. საქართველოში ჩვენ ეგრე არ ვჭამთ. საქართველოში ჩვენ 9 სართულიანი სუფრები გვაქვს და რა ვიცი, 5 ლიტრა ღვინოს ვსვამთ ერთ დალევაზე. მე არ ვსვამ საერთოდ, მაგრამ არა, შენც არ ვსვამ მართალია, მაგრამ იმ დღეს რომ მე შაბათს უნდა დავლიო. ნუ ეხა 3 წელიწადში ერთხელ შეიძლება. ხო, ნუ მოკლედ იმას ვიძახი, რომ ხო და მე გადავწყვიტე რომ საერთოდ არ დავლიო. აი საერთოდ არ დავლიო და ნელ-ნელა მინდა რომ ჯანქები შევამცირობ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და არ არის კაი რომ ჯანქები მიყვარს, ვიცი, მაგრამ ვერ ვიჩემს თავს. ხო და მინდა რომ თევზი მიყვარდეს ძალიან. უბრალოდ თევზისაც მიყვარს, მაგრამ ხშირად ვჭამდე თევზს. და ბრინჯს მაგალითად, ანუ ოღონდ სუნელებით და რაღაცებით გატენილს არა, წმინდა ბრინჯს და უმარიო ანაკლებ მარიალ ბრინჯს და ბევრ თევზს და ბოსტნეულს გრილზე და ასე შემდეგ. რეალურად კვებას მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა კვებას და შიმშილს. შიმშილის პრაქტიკას მე ვერ ვაკეთებ. ეგ ძალიან მიჭირს, მაგრამ ოდესმე ალბათ მივალ მაგამდე რომ გავაკეთებ, იმიტომ რომ პოლ ბრეგი იცი? პოლ ბრეგი იყო, ასე ვთქვათ, ამ შიმშილის ფუძემდებელი, ესა რა ვთქვათ, რომელიც ეხა აღარ მახსოვს რა პერიოდულობით შიმშილობდა ხოლმე კვირაში 24 საათი, თვეში ჯამში 72 საათია წელიწადში. რაღაც ესეთი ისინი კვოტები ქონდა, რა პერიოდულობით შიმშილობდა და ტიპი მოკვდა 92 წელიწადში თხილამურებზე. თუ რაღაც ეგრამ ასეთ ასაკში. და ძალიან ჯანსაღი და ისეთი ტიპი იყო და რასაც ვაკვირდები და მეც სამედიცინოში რაც მისწავლია, ყველგან, აი რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, ცოტა უკვე მიმად არის ქცეული, მაგრამ ფიზიკური აქტივობა და კვება. მე ხო იცი, მაგაზე ძალიან ბევრ რაღაცას უსმენ და მე თვითონ ვცდილობ ფიზიკურადაც აქტიური ვიყო და ან სულად ჯანსაღი ცხოვრების პრინციპებზე გადავიდე რა. ხო და აი მე არ ვიცი, იმდენი კვლევა იდება, რომ აი დღეში 20 წუთი ვარჯიშაც კი შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ჩვენი ცხოვრება როგორც მოკლევადიან თემაში, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში რა. ხო და აი არ ვიცი, ხა კიდევ ინვეს თუ უნდა იმის ახსნა
რომ ანუ ვარჯიშის გასაოცარი ეფექტი აქვს, რავი, მაგ ხალხი მართლა გამოქვაბულში ცხოვრობს კეფიცები რა. რა ვიცი, მე ძალიან აქტიურად მიყვები ხო ის ეხა მაგ თემებს და სხვათა შორის ის რო ვიყიდე რა ქვია, განტელი თუ ძველი რუსული გილა kettlebell-ი ქვია, ინგლისურად ეხა ქართულად არ ვიცი რა ქვია. ანუ მაგით ვარჯიში არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და კონკრეტული ვარჯიშებია მაგ kettlebell-ის ვარჯიშები, რომლებიც ან განსაკუთრებით კაცებისთვის არის აი ძალიან მაგარი რა. ხო კიდე რა მაინტერესებს, იცი? ბოლოს ჩვენ ესეთი საინტერესო რაღაცა რაც გავაკეთეთ, იყო აი ეს ერთობლივი აქტივობა ეგვიპტური იეროგლიფების მასტერკლასზე რო ვიყავით რა. ხო, ვინც ეხა გვისმენს, მაგათ გასაგონად ვიტყვი, რომ ანი მუშაობს ერთ-ერთ კომპანიაში, რომელიც ყიდის ემოციებს და საჩუქრებს რა, იოლოში. იოლო ხო ქვია ხო სრულად ვიძახი? იოლო. და როგორც როცა არის საყვარელ ადამიანს რა აჩუქო, ესე იგი, შედიხარ ამ იოლოს საიტზე და მოკლედ ძალიან ბევრი სხვადასხვა საჩუქრებს, ხო, ტიპურ საჩუქრებს კი არ ყიდიან. ყიდიან გამოცდილებებს, ხო და 25 მარტს იყო ანის დაბადების დღე და მე ვაჩუქე ანის ესეთი რაღაცა ერთ-ერთი გამოცდილება ესეთი ძველი ეგვიპტური იეროგლიფებით წერის მასტერკლასი. ორ ადამიანზე მასტერკლასი და მე და ანი წავედით და ნუ უბრალოდ ყველას ვუყვები, სადაც კი ჩამივარდება სიტუაცია და აქაც მინდა მოვყვე, რომ ესე იგი ძველი ეგვიპტური იეროგლიფის მცოდნე ტიპები 2 საათის განმავლობაში გიტარებენ მასტერკლასს და სწავლობ იეროგლიფებით წერას და იეროგლიფებით კითხვას. მაგრამ იმდენად შთაბეჭდილებით ახსოვსე გამოვედით ჩვენ იქედან, ანუ იმას ვიძახი, რომ აი ძველ ფილმებში ეგვიპტის შესახებ მულტფილმებში რო შემხვედრია რაღაც წარწერები კედლებზე, კატები რომ ხვდება, ქალები, კაცები, პალმები, სახლები, პირი და ეგეთი რაღაცები რა, დანა, ფიცალი და ეგეთი რაღაცები, ანუ ყველაფერს მიეცა უცებ თავისი სახელი რა, უცებ ვკითხულობ ამ ყველაფერს რა, რა რას ნიშნავს, იქვე სწავლობ რა, მე ჩვენი სახელები და გვარები დავწერეთ. პაპირუსზე, ნამდვილ პაპირუსზე და მოკლედ ანუ ძალიან მაგარი იყო რა და ზოგადად ეგეთი გამოცდილებებს სულ უფრო და უფრო ვაფასებ რა, ანუ განსხვავებულ რაღაცებს ეხა ხო ხვდები მე შემიძლია მეჩუქებინა მაგალითად არ ვიცი რაღაცა ნივთი შენთვის რა, აი არ ვიცი რა, სუნამო მეჩუქებინა მაგალითად, ან საათი ან რამე ეგეთი, მაგრამ ანუ ბანალური ერთია რომ ბანალურია და თან დებილობაა რა, აი ნივთია ბოლო-ბოლო ხო და გაჩუქე ეგ გამოცდილება რომელიც სულ გემახსოვრება რა და ის დრო რომელიც ერთად გავატარეთ ძალიან კარგად და რაც სხვანაირია და თან რაც თავარია ანუ შეუცნობელ ადგილებზე ვიმოგზაუროთ ხო რაც ჩვენთვის შეუცნობელი შავი სამყარო უცბად იქცა ნათელად და რაღაც ახალი შემოვიდა ჩვენს გონებაში რა ხო და მოკლედ იმის გამო რომ ეგეთ გამოცდილებებს ამ ბოლო დროს არ ვაფასებ შენ თუ გინდა რამის არ ვიცი ამაზე მე რა უნდა ვთქვა, იმიტომ რომ მე პრაქტიკულად მაგ ჩემი კომპანიის სადაც მუშაობ რელში შთაბეჭდილებების, იმიტომ რომ ანუ სულ იმას ვიძახი, რომ მე სამსახური დავიმანიფესტირე, იმიტომ რომ ზუსტად იმ რაღაცაზე მუშაობთ ისეთ პროდუქტზე და ისეთ რაღაცას ვყიდით, რაც ჩემთვის არის ძალიან ახლო, იმიტომ რომ მე ყოველთვის მიყვარდა ადამიანებისთვის ისეთი საჩუქრის ჩუქება, კიდაც ეს ყოფილიყო მატერიალური რაც ფიქრობ რომ იმ ადამიანს უნდა მოსწონებოდა, ანუ ვერ ვიტან ესეთ საჩუქრის ჩუქებას, რომელსაც ძალიან პრაქტიკული დანიშნულება არ გააჩნია. ბავშვობაში ძალიან ტრაუმირებულად მახსოვს ის რაღაცა სტატუეტკები და ისა რა ქვია, გამოყენებული ოჯახში ნაჩუქარი ნივთები, რომელსაც თვითონ არ იყენებდნენ, მაგას რო ჩუქნიდნენ ხოლმე ყველას რა, ვერ ვიტან. სულ მინდოდა ისეთ რაღაცა ეჩუქებინათ, რაც მე ძალიან გამიხარდებოდა მართლა და მჭირდებოდა. ხო და ფიქრობ რომ ესეთი შეიძლება იყოს სწორედ ეს გამოცდილებები, იმიტომ რომ აი რეალურად ბედნიერებით ივსები იმ მომენტში. ანუ რა თქმა უნდა ადამიანსაც გააჩნია, შეიძლება ვინც მატერიალისტი ტიპი არის, იმას ესეთი რაღაცა არ მოეწონოს, იმიტომ რომ ყავს ეგეთი მეგობრებიც, რომლებიც ვერ ხვდებიან იოლს მაგალითად დანიშნულებას და ეგეთი საჩუქრების დანიშნულებას, მაგას ურჩევნია რომ რომელიღაცა რაღაც ბრენდის, რომელიც ცნობილი არის, ეგ მათი ბრენდის რაღაცა აჩუქო, ან აქსესუარი, ან საათი, ან სუნამო, ან რაღაც რაც ის გაიმარიაჟებს.
ცოტა შორს დაიწყო. ხო, რითიც გაიმარიაჟებს. და რაც უფრო ისეთ მარტივად ხილვადი იქნება. და ესეთ რაღაცები არ აინტერესებთ რა და მე პირიქით ის ადამიანები განსაკუთრებით ვისაც იმ ადამიანებს განსაკუთრებით ვისაც work life balance-ი აინტერესებთ და სჭირდებათ ხოლმე რაღაცა ენერგიით თავსება, მოტივაციით თავსება, შთაგონებით თავსება, იმიტომ რომ იმისთვის რომ პროდუქტიული იყო ადამიანი გჭირდება რაღაცა გარემოდან რაღაცა შთაგონების მიღება. სხვანაირად ვერ იქნები პროდუქტიული, მარტო ხარჯვაზე ვერ იქნები ადამიანი. რაღაცა უნდა მიიღო კიდევაც, რომ მე შენ თავში ეს გადაამუშავო და გასცე როგორც ენერგია, როგორც არ ვიცი, შთაგონება, სხვისთვის მოტივაცია და ასე შემდეგ. რატო დადიან ადამიანები სამოგზაურო ჩენი აზრით, რა არის მათი მიზანი? მოგზაურობისთვის რამე მატერიალური რჩებათ? კაი, ფოტო ხო გავიგეთ და შეიძლება რამე სუვენირი ჩამოიტანონ, მაგრამ რატო აქვთ ესეთი მძაფრი ემოციები და შეგრძნებები? იმიტომ რომ მოგზაურობისას რაღაცა ახალს ნახულობენ, ახალი ემოციებით იმუხტებიან, ახალ ხალხს ხედავენ, რაღაც ახალი გამოცდილებები და თავგადასავლები აქვთ და ასეთი ემოციური საჩუქრების მიზანიც ეგ არის, რომ რაღაც ახალი თავგადასავალი განიცადო ადამიანმა. და ჩემთვის ეს ძალიან relatable არის და შესაბამისად ძალიან მეამაყება და ძალიან ბევრი პროდუქტი არის, რომელიც დაახლოებით 1-5 პროდუქტი არის, რომელიც მე თვითონ უკვე გამოვცადე, ეს არის fluid art-ი, საღებავებით, არკრილის საღებავებით ხატვა, შუმერული კერძა, ჩვენ ვიყავით ეგვიპტური კალიგრაფიის მასტერკლასზე და გვაქვს ასევე შუმერულიც, ანალოგიურად, თქო, თიხაზე ხატავენ, იმიტომ რომ შუმერები ხო იცი რომ თიხაზე აკეთებდნენ ამ ყველაფერს რა. თიხის ფირფიტებზე წერდნენ. და გამოვცადე ასევე ფოტოგრაფიის მასტერკლასი, ვიყავი ვახშამზე შეფთან ერთად, სადაც ერთად მომზადეთ კერძები, set menu, მოცარელა მოვიყვანეთ ერთად, მართალი არ გამომივიდა და უფრო რაღაცა ჭყინტიყველი გამომივიდა, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო და მე რავიოლი გავაკეთეთ ერთად, პასტა მოვამზადეთ ჩემივე ხელით და ძალიან საინტერესო იყო. კიდე სადღაც ვიყავი, ხა აღარ მახსოვს სად, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან კაია რა. რავიოლი რა არის? რავიოლი არის იტალიური პილმენი. ხო. ხო, მოგზაურობაზე გამახსენდა, რომ ეხლა უცებ გამახსენდა მალტა რა, ბოლოს მალტაში რო ვიყავი. თუ მალტაზე, თუ მალტაში. ალბათ ორივე სწორია, იმიტომ რომ ქვეყანაც არის და კუნძულიც არის, მაგრამ მე მგონი რომ მალტა. იმის არ იყოს ამ მთელი ქვეყანა რომ განიხილოს, რომ ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. სწორი არის აღდგა, მაგრამ აღსდგა, იმიტომ რომ ქრისტე არის ერთად, გამორჩეულ რაღაც მოვლენაზე არის აქ საუბარი და არასტანდარტულზე და ამიტომ აღსდგა, რომ ეს ძველი არქაულიდან არის გადმონაშთი, მაგრამ აღსდგა რა. მე ვიცი რომ გრამატიკულად სწორი არის აღდგა. უბრალოდ არ ვიძახი, არ ვამოვხოლმე ქრისტე აღდგა, იმიტომ რომ ასე მგონია რაღაცას ვაკლებ. ამ ორ სიტყვას და რაღაც არასწორად გამოვთქვა და ან ყურშიც არ ხვდება რა სასიამოვნო პოლიფონი არ აქვს და რა მე მგონი არაფერს არ დავაშავებ სრო ჩავსვათ ქრისტე აღსდგა. მე რა მგონია, იცი, მგონია რომ აღდგა. ისეთ რაღაცებს შეესაბამება, რაც არის უსულო. მაგალითად, დენის მიწოდება აღდგა, წყლის მიწოდება აღდგა. შენ რა გონია, კაცო, მაგის შენი არის წესები ხო არსებობს გრამატიკული, ხა შენ რა გონია ეგრე სად არის? ჩემ ასოციაციას უწყობი და ჩემ ასოციაციას რო თავი დავანებოთ, არ მახსოვს ვინ თქვა, მე მგონი გურამ დოჩანაშვილმა, წეღარასაც ვამბობდი ეგ, რომ ქრისტეს აღდგომა იმდენად არასტანდარტული მოვლენა არ ბილად რომ თქვათ და იმდენად ღვთიურ რაღაცას ეხება საქმე, რომ მან ყველნაირი წესი ირღვევა და სწორი არის აღსდგა. მკვდრათით აღდგომას განასახიერებს. თან მაგ რიმერ არის თქმა უნდა, საფლავებზე რო ვიყავით გუშინ და რო გავედით და ეს პატივი რომ მივაგეთ მიცვალებას, უბრალოდ ჩვენი კულტურის, ქართული კულტურის ამხელა სიდიადებს მაგაში რა, ამხელა გამოხატულებაა, რომ გასაგებია, რომ კვერცხის გადაგორება და რა ქვია, პასკის დადება იქ და სანთლის დანთება შეიძლება მისვალებულზე სასწრაფეს არ აკეთებდეს და არ მოქმედებდეს, ხო? ეხა რელიგიურადაც არ მგონია, მაგრამ რამე სწავლობა უნდა იყოს, რომ არის რა პასკა დადე და რაღაცა. უბრალოდ ჩვენი გამოხატულება, ქართველების გამოხატულება მიცვალებულის მიმართ პატივისცემა რა. ხო და ეხა გუშინ რო გავიარეთ იქ სასაფლაოზე რა, ყოველთვის გულდასაწყვეტია ჩემთვის სასაფლაოზე რომ მოხვდები ხო რაღაც სხვანაირად ვფიქრობ ხოლმე ზოგადად რა, გაფიქრებს იქაურობა ადამიანს, მაგრამ
ყველაზე დამაფიქრებელი არის აი მიტოვებული საფლავების მიტოვებული საფლავს რო უყურებ. აი გადაზრდილი ამოზრდილი ბალახები რო არის და რო გძნობ რომ აქ რა ვიცი ბოლო წელი კი არა, ბოლო 5 წელი და ბოლო 10 წელი შეიძლება არავინ არ იყო მისული რა. და აი რაღაცნაირად ინტერესი მიმყურებს და ცნობის მოყვარეობა ვინ იყო ეს ხალხი რაღაცნაირად რა და აი რატო არიან ახლა ესე მიტოვებულები რა, ამათი წინაპრები სად არიან, რაღაც ისა რა თქმა უნდა ამის გამოკვლევა ახლა აბსურდულია და სისულელეა, მაგრამ აი რაღაც ეგ შეკითხვა ეგეთი განცდა იჩნდება მაგასთან. ახლა კიდე იმას ვფიქრობ რომ ეს ტალავერი მაქვს შესაძლებელი ახლა მამაჩემმა მითხრა მიკარი ხელიო და ახლა მე ამის შეღების თავი ნახდათ არ მაქვს. აი იქეთ არის დარჩენილი სულ იქეთ. თუ არ დამეზარა კაი სათამაშო კი არ არის. თუ არ დამეზარა მომწდი რა ვერტოვი. ხვალდილით მივკრავ ხელს. ეს ჩვენი ბიბო სად არის რო არ ჩანს და არაფერს არ აკეთებს. ძაღლი ყავს კოკესპანელი შავი მურთხი. ბიბო ქვია და ეხა არის გაცხრაშული აგერ უყურებ ზეზი არის წამოწოლილი და საერთოდ არ გვაქვს ეს ყურადღებას, მაგრამ საკმარისი ეხა რაღაც ცელოფნების შაშონი გაიგოს ან რაღაცა პურის ამოღების ხმა გაიგოს, აი მოვარდა. ხო. რა სიტყვი შენ ბიბოზე, ძაღლზე? რავი, ხა ბიბოზე რა უნდა ვთქვა მიყვარს. მაგრამ წაღან სხვა რაღაცის თქმა მინდოდა და დამოვიწყდა ხა რაღაც იმაზე სასაფლაოებზე და ტრადიციებზე. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია მე, და ყოველთვის გული მწყდება ხოლმე, რომ ესე მიტოვებული ხდება ვინმე საფლავი და ჩემ ძალიან დიდი მოვალეობა მიმაჩნია, რომ ჩემს მოვალეობა და მივიჩნევ, რომ არ დავივიწყოთ ჩემი წინაპრები და ამის მიზეზი იყო ერთ-ერთი სწორედ ის, რომ მე დავიწყე ჩვენი საოჯახო ხის გაკეთება, თუ რა ქვია, გენეალოგიური ხის გაკეთება, იმიტომ რომ მაინტერესებს ვინ იყვნენ ჩემი წინაპრები და მგონია რომ საერთოდ იდეალურ ვარიანტში მინიმუმ 7 თაობა მაინც უნდა იცოდე. და შემდეგებსაც უნდა გადასცა, იმიტომ რომ ხარო წარმოვიდგენ ისიც კი არ ვიცი სად არის ბაბუაჩემის მშობლების საფლავი მაგალითად და რა თქმა უნდა იქ არავინ არ დადის და მე თუ არ ვიცი ჩემს შემდეგ თაობას მით უმეტეს არ ეცოდინება რა და მით უმეტეს ჩვენი თაობა შედარებით კიდევ ტრადიციებთან თანაზიარია, მაგრამ ჩვენ შემდეგ თაობას ერთად ფეხებზე კიდიათ ხოლმე ეგეთი რაღაცები და არ აინტერესებთ და არ ვიცი კარგია თუ ცუდია, იმიტომ რომ მაგრამ ეგეც მგონია რომ იმის ბრალია რომ ტრადიციებმა ცოტა მახინჯი სახე მიიღო და რეალურად ტრადიციას ეძახიან იმას, რაც არ არის ტრადიცია. მაგალითად, ვერ ვიტან მე, რახან აი სასაფლაოებზე ვსაუბრობდით, საშინლად მეზიზღება სასაფლაოებზე ღრეობა და ღრიანცელი. ანუ ამ ყველაფერს ხო სიმბოლური დატვირთვა აქვს და ხალხი რო კეიპს იწყებს სასაფლაოზე და არიქა და ჰარი-ჰარალე და 5 ლიტრის ჩასხმას, აი გული მერევა უბრალოდ, ასევე გული მერევა ფარისევლობაზე, რომ აი კვერცხის გასაგორებლად რო არიან მისულები და რაც თავია პასკა და კვერცხი მიიტანეს და ამ დროს ვიღაცა ერთი მეორეს რო აუშარდება ამ სასაფლაოზე და რო ეკაჩავებიან და აი სახეს რო გააძრობენ რა ზუსტად ეგრეხტ არცაც არ დამოვიწყება ბოდბეში რო ვიყავით იქ ნაკურთხი წყალი რომ მოდის რა და მშობლებმა რო ერთმანეთი კინაღამ დახოცეს რიგის გამო და ოღონდ თან ნაკურთხი წყალი უნდოდა და თან ერთმანეთ დახოცეს ოღონდ მითითრიეს ლამის აი ეგეთ ნაკურთხ წყალს რა მადლი აქვს ან ეგეთ გაგორებულ ვერცხლს რა მადლი აქვს აი გეხვეწები ეგ არის ფარისევლობა და მაღაზიანებს ასევე ძალიან მაღაზიანებს ისიც რომ სასაფლაოებზე დისნეილენდებს აშენებენ ხოლმე რა აი ცუდად ხდები, იმიტომ რომ აი საფლავზე მაინც ეს კუდაბზიკობა რასაჭიროა, ხო? გამოვედით უკვე ფარაონების ხანიდან და ყორღანების ხანიდან, როდესაც ადამიანებს, რა ვიცი, მსახურებს და ოქროულობას და ტრილიონ რაღაცას აყოლებდნენ საფლავში, იმიტომ რომ ეგონათ, რომ აი ზესტა სოფელში გამოადგებოდა ადამიანს ეს ყველაფერი, ანუ გავიგე, რომ მესმის მართლა, რომ ზესტა სოფელში მაგრამ გავიგე რომ აი გარდაცვლისთვისაც ყოველფრის გაკეთება გინდა რა როცა შენი ოჯახის წევრია და საყვარელი ადამიანია მეც დამეღუპავი ეგეთი ახლო ადამიანი და მესმის ეგ განცდა როცა გინდა რომ ყველაფერი გააკეთო შესაძლოს და შეუძლებელიც მაგრამ
აი ეს რაღაცა 500 ჰექტარი მიწის შეძენა და ზედ არ ვიცი გარაჟების და რაღაცაების აშენება და სასახლეები და აკლდამები, ანუ არ ვიცი, ვერ ვიტან. ხო და მაგრამ თვითონ ეს მკვდრობის მოხსენიება და მათი არ დავიწყება, მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია მართლა და არ ვიცი, მინდა რომ ეს ჩვენთან სულ იყოს ტრადიცია ამისი და მათ სულებზე ვილოცოთ ხოლმე რა, ლოცვა ჩემი ძლიერი მხარე არ არის, მაგას უფრო შენახორციელებ ხოლმე ჩვენს ოჯახში, მაგრამ ხო რა, აი ჩვენი სიტყვებიდან თუნდაც რაღაცა მოვიხსენიოთ ეს ადამიანები, ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია. და ამ თემასთან დაკავშირებით მახსენდება მულტფილმი კოკო, რომელიც ჩემ ვერასოდეს ვერ გაყურებინე და მე ძალიან ბევრჯერ მაქვს ნანახი და ყველა ჯერზე ჭღნავილით ვკვდები. ანუ იმდენად ჩემთვის, აი, ჩემს სულთან და გულთან იმდენად მოვიდა ეს მულტფილმი და თან ბებოზე როა და ბებია ჩემთვის, ანუ ყველაფერს ნიშნავდა. აი მანდ არის ზუსტად ეგ თემა განხილული რა, მექსიკაში ხდება მოქმედება და ბებია დაიღუპება მამა კოკო და აი ეს მომენტები თავის შვილიშვილი როგორ უმღერის და თან მერე სხვა ბებიას სახელია და ანუ მამა კოკო და მერე ანუ ეგ ბევრი რაღაცა ეხა არ მინდა რომ ესე მოვყვე, მაგრამ ეს ბიჭი ზესთასოფლში გადავა სამოგზაუროდ, ანუ საიქიოში გადადის, იმიტომ რომ თავისი კუმირი უნდა რომ გაიცნოს, რომელიც იყო მომღერალი და შემთხვევით იქ გაიცნობს ადამიანს, რომელიც მისი და ეს მომღერალი ეგონა რომ მისი ბაბუა იყო რა. და სინამდვილეში აღმოჩნდება რომ მისი ბაბუა საერთოდ სხვა ტიპია, რომელსაც შემთხვევით გაიცნობს და არის გლახაკი. და აღმოჩნდება რომ იქ ეს ტიპი იმიტომ არის ესე გლახაკი და გაზვალწყავებული, რომ არავინ არ იხსენიებს მიწიერ სამყაროში მას და ცოტაც თუ ერთი ადამიანმაც ის უმასე არის ლოცა, ცოტასე დაიშლება საერთოდ ეს ტიპი. და მე ეს მიგელი ქვია ამბობს, მე მგონი თუ სწორად მახსოვს, საბოლოოდ როდესაც გაიგებს რომ ეს არის მისი ბაბუა და მთელ რაღაც ისტორიას რომ მოყვება და გაიგებს, ჩამოვა და ანუ და როდესაც ამ სამყაროში დაბრუნდება, მას რაღაც ლოცვას დაიწყებს და მთელი ამბები, ანუ ზუსტად კარგად აღარ მახსოვს სიუჟეტი, ახლა რა მე არ მოვიტყუო ცოტა მეშინია, მაგრამ აი ზუსტად ეგ თემა არის განხილული და ბურძგლავს ისეთ საინტერესოა. ნახდად არ ვიცი, ხა ბევრჯერ გითხოვს რომ კოკო ნახოთ, მაგრამ ესეთი საინტერესო თუ იყო, ანუ არ ვიცოდი რა, ისე ახსერე ხა შენ და ისეთი სიუჟეტი აქვს, მე ეგეთი შინაარსიანი მულტფილმები მევასება მაგრად რა. ანუ ნახდათ, ეგეთი კალიბრის მულტფილმი ხა მეც ჩემი რო გითხრა, შენ შეიძლება ნანახიც გაქვს, ანიმე არის, ციცინათელების სამარხი. The Grave of Fireflies. ეგ არის მართლა ისეთი მულტფილმი, რომელზეც ვიტირე რა. და შემლი წამოვიდა და რატომაც მაგაზე არ მიტირია. არა ამბობ. ძალიან ძიმე არის რა. ძალიან ძიმე ანიმეა. აი მართლა მაგარი ანიმეა და ვინც გვისმენს ახლა და ეს არა აქ ანახი, ციცინათლების სამარხი, ხო არ ხარდაობ, ანუ უეჭოლი უნდა ნახოს რა. ძალიან მაგარი და ეგ ანიმე ვისაც ვურჩიე, არავინ უკმაყოფილო არ დარჩენია, უკმაყოფილო კი არა, რავი ასამბობ. ხო და მაგაზე გამახსენდა. აი უბრალოდ ნერვები მეშლება, ხა მარტის ბოლოს სტუდიო გიბლის ივენთი რო იყო თბილისში. ბილეთებიც კი გქონდა და რო არ წავედით. აი ეგეთი რაღაც არ უნდა ხდებოდეს უბრალოდ რა და რაღაც სისულელი მიზეზის გამო არ წავედით რა რაღაცა. ხო აი არ უნდა თან გავაჩუქე ბილეთები და არავინ არ უჩუქა. ან მართალია იმ დღესვე მოხდა ეგ ფაქტი, მაგრამ ძალიან გაგული დამწყდა რომ ვერც ვერ გამოიყენა რა და დაიკარგა ეგ ბილეთები. ხო, მოკლედ შენს გიყვარს ანიმეები? რომელია შენს საყვარელი ანიმე? გაქვს საყვარელი ანიმე? ჩემი საყვარელი ანიმე არის ნარუტო. აი ვაფრენისა მიყვარს ნარუტო და პერიოდულად რაღაცა სერიალს ვუბრუნდები ხოლმე, განსაკუთრებით ნარუტოში ბუნდენიდან მე მგონი. აი ჭკუა მეკეტება ისე მიყვარს ნარუტო. ძალიან მიყვარს Death Note-ი, აი სასწაულად მაგარი ანიმეა. და მგონი ვსიო.
ნუ ჰაიაო მიაძაკის ანიმეები ნანახი მაქვს, მაგრამ ლამაზია. ჩემი აი რაღაც მე. აი მაგაზე ეგ მართლა არ მისმის სტუდიო გიბლის ანიმეები რანაირად არ გიყვარს. ანუ მინიმუმ ყველაფერს თავიდანებო რა საუნდტრეკებია შიგნით. საუნდტრეკებზე ჭკვამი მეკეთება. აი მე მახსოვს ჩემი აი დიდი ხნის საყვარელი ანიმე იყო საუნდტრეკების კუთხით. Spirited Away არა, კიკის მიტანის სერვისი. კიკის delivery service. აი რა ვიცი რა და ანიმე რომელზედაც უბრალოდ გავგიჟდი აი ეს მიაძაკის თავში აი უბრალოდ დამაინტერესა თავში რა უგდევს ამ კაცს. და როგორ ფიქრობ, მისი ნეირონული ქსელი, ტვინის ნეირონები როგორ ფუნქციონირებს, უბრალოდ მაინტერესებს. რომ ნახე Howl's მოძრავის ციხესიმაგრე, Howl's Moving Castle. მაგ ფანტაზია არის, მაგ ანიმეში ფანტაზია არის, გამოყენებული და ისეთი რაღაცეები იჭდება. ხო, მე ეგ სიმბოლოები უნდა გესმოდეს მაშინ და უნდა ჩაუჩნდე და მეზარვა. ანუ ეს სცენარს მე ვერ ხვდები ხოლმე. არ არის სიმბოლოები არ მაინტერესებს გასა. უბრალოდ ანიმეს სილამაზე თუ იყავი აღფრთოვანებული და როგორ იფიქრებს რა იქ რომ აი იმ თემებს როგორ იფიქრებს რა იქ ყველა საგანი რო რაღაცას აკეთებს და რა ვიცი მოკლედ რა ძალიან მაგარია. სასიამოვნო იყო ანი შენთან პირველი პოდკასტი ჩემს YouTube არხს ეს პირველი პოდკასტი არ არის სოლო პოდკასტები მაქვს ძირითადად კი სულ სოლო პოდკასტები მაქვს და შენ აღმოჩნდა ისე რომ პირველი სტუმარი იყავი ფეხ ბედნიერი იყოს შენი სტუმრობა ჩემს YouTube არხზე დარწმუნებული ვარ კიდე ბევრ რაღაცებს ჩავწერთ იმიტომ რომ საზოგადოებასაც თუ დაინტერესებს მით უმეტეს უფრო ხშირად ჩავწერთ ხო და თან იმედი მაქვს დავიწყებთ ნელა სტუმრობის მოწვევას. საინტერესო ხალხის უბრალოდ ამ პოდკასტზე პირდაპირ მინდა თქვა მაყურებელს მსმენელს მიმართო რომ ძალიან ეგოისტი ვარ და ერთადერთი რაღაცისთვის მაქვს ეს პოდკასტი ხშირად ვთქვა შენთვის რომ ეს პოდკასტი არის ჩემი რა მე ვისაც მინდა იმას უნდა ველაპარაკო. ვისაც ვთვლი რომ საინტერესო ადამიანია საინტერესო რაღაცების გაზიარება შეუულია ვისთანაც მე მინდა ლაპარაკი იმ ტიპებს მოვიყვან რა ხო და აგეთ ეგოისტური მიდგომა მაქვს თავიდანვე რა მე ტრენდებს აქ ვერ ავყვები რაღაც იმებს რეკლამებს და ვიღაცებს გისასწრებს ვერ დავხსოვ რა და ვერ ანუ ვინც მაინტერესებს იმას დაველაპარაკები რა კაკ საბოლოო სიტყვები ბოლო სიტყვა შენი იყოს ბოლო აკორდი ძალიან დამაინტერესებს და ძალიან დაველოდები შენი აუდიტორიის და ალბათ კიდევ ახალი აუდიტორიის კომენტარებსაც და შეფასებებს, რას ფიქრობენ, როგორ მოსწონთ ჩვენი დიალოგი, რას ფიქრობენ, რა ვიცი, როგორ შეაფასებენ და ყველაფერი და თან მინდა დავაანონსო ისიც, რომ მეც ვაპირებ ჩემი პოდკასტის ჩაშვებას და უკვე ძალიან ახლოვდება ეგ დრო და აქვე შეგიძლიათ რომ ჩემი YouTube არხი გამოიწეროთ, სადაც ჯერ არაფერი არ მიდევს, მაგრამ უკვე პროფილის არხი შევქმენი და პროფილის ფოტო და ბაიო დავიწერე და ქავერი, ასე რომ შეგიძლიათ წინასწარ ჩაჯდეთ იმ მატერებლის ბილეთები, კი არა წინასწარ შეიძლება იმ მატერებლის ბილეთები, რომელიც ძალიან მალე დაიქოქება, ასე ვთქვათ რა და ხო რა, თქვენი აზრი ხო წინ დაჯდები და მალე ჩაღვალთ. ხო და მაინტერესებს უბრალოდ რას ფიქრობთ, მოგეწონებოდა თუ არა ჩემი კონტენტი და ასე შემდეგ. მადლობა ვინც გიყურეთ, ვინც მოგვისმინეთ. რა ვიცი, Spotify-ზე უნდა დავდო, ესენი არ ვიცი. ჯერ YouTube-ზე დავდებ მარტო. ალბათ თქვენიცით ხალხო, მრავალი აღდგომებს და ეს არის. კარგას იყავით.